მითი იმის შესახებ, რომ ევროინტეგრაცია ანადგურებს ეკონომიკას, ადგილობრივ წარმოებას, სოფლის მეურნეობას, კიდევ ერთი რუსული პროპაგანდისტული ტყუილია. ევროკავშირში შესვლა ნიშნავს ეკონომიკური სუვერენიტეტის გაძლიერებას, საქართველოს გაუჩნდება წომა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბაზარზე, რომელსაც ნატრობს ყველა ჩინეთიდან დაწყებული შეერთებული შტატებით დამთავრებული. ევროპა ყველაზე მაღალ მყიდველუნარიანი ბაზარია. არაერთი ექსპერტული გათვლით, მიუხედავად მსოფლიოში არსებული ცვლილებებისა, შემდეგი 50 წლის განმავლობაში ევროპა დარჩება როგორც ერთ-ერთი ყველაზე კარგი გადამხდელი. მოქალაქეობა და განსაკუთრებით ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა უნდა იცოდნენ, რომ არსებობს ასეთი ცნება: გაზიარებული ეკონომიკური სუვერენიტეტი, რომელიც არის გაცილებით უფრო პოზიტიური ეფექტის მქონე. დაკარგული სუვერენიტეტის გამოცდილება კი ევროკავშირის ისტორიაში არ არსებობს. როდესაც გაზიარებული სუვერენიტეტს ვეხებით, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც საქართველოს საქმე იმისთვის, რომ ჯანსაღი და მდგრადი ეკონომიკა ჰქონდეს, ეს არის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, რომელიც ჩვენ ევროინტეგრაციის შემთხვევაში გვესდება და მეორე, რა თქმა უნდა, ინვესტიციების შემოდინება. როგორც წესი, ევროკავშირი და მასში შემავალი ყველა ქვეყანა ეხმარება ერთმანეთს, რომ ეკონომიკურად გაცილებით უფრო მეტად გაძლიერდეს და არა პირიქით. რუსული მითია მოსაზრება, რომ ევროკავშირი გვაიძულებს გადასახადებისა და ფასების გაზდას. ევროკავშირი არაფერს გვაიძულებს. ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ევროინტეგრაციის პროცესში არის ის, რომ ინდივიდუალურად განიხილავენ ყველა ქვეყანას, აფასებენ არსებულ სიტუაციას და შესაბამისად გასცემენ გარკვეული ტიპის რეკომენდაციებს. ჩვენ არ ვკარგავთ არანაირ დამოუკიდებლობას და დამოუკიდებლად ვიღებთ გადაწყვეტილებას გადასახადებთან დაკავშირებით. სიმართლეს არ შეესაბამება ასევე მოსაზრება, რომ ევროინტეგრაციის შემთხვევაში მცირე და საშუალო ბიზნესი ვერ გაუძლებს კონკურენციას და მას ჩაანაცვლებს იმპორტული პროდუქცია. რეალურად კი ევროკავშირის ეკონომიკური პოლიტიკა პირიქით ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას. ევროკავშირში ინტეგრაციის შემთხვევაში გაგვეძლება ხელმისაწვდომობა ფინანსებზე და დიდი ყურადღება მიექცევა მცირე მეწარმეების ხელშეწყობას, მათი კონკურენტულანიერობის გაზრდას. ევროპული სტანდარტი და ხარისხი გაზრდის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმოებას და ხარისხიანი ქართული პროდუქტი უფრო ადვილად მოხვდება დიდ ევროპულ ბაზარზე, რაც თავის მხრივ ბიზნესის განვითარების და მეტი შემოსავლის წინაპირობაა. ასევე სოფლის მეურნეობის შემთხვევაშიც. სოფლის მეურნეობა ევროკავშირისთვის განსაკუთრებული ზრუნვის საგანია. დახმარების დიდი პროცენტი, რომელიც საქართველოს ევროკავშირიდან იღებდა, სწორედაც რომ სოფლის მეურნეობის პროექტებზე მოდიოდა. სოფლის მეურნეობა სწორედ ის დარგია, სადაც საქართველოს შეუძლია ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი იყოს. ევროკავშირში მოთხოვნა ხარისხიან პროდუქციაზეა. შესაბამისად, ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ჩვენ დავიწყებთ სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებას და გადამუშავებას, რომელიც იქნება მაღალი ხარისხის, პირიქით, ქართულ პროდუქციას გაეძნება გასაღების ბაზარი, სადაც ხარისხიანი სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე ყოველთვის არის დიდი მოთხოვნა. საქართველოს სოფლის მეურნეობა არათუ არ განადგურება, პირიქით, საქართველოს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოტენციალი აქვს აწარმოოს ბიო და ნატურალური მეურნეობის პროდუქტები. სოფლის მეურნეობის ამ მიმართულებას ევროკავშირში განსაკუთრებული ხელშეწყობა აქვს. ევროკავშირში წარმოებული პროდუქტი ნამდვილად იძლევა იმის გარანტიას, რომ ხარისხიან პროდუქციას მივიღებთ. ეს იმპორტს კი არ გააძლიერებს, არამედ ჩვენ შევქმნით ბაზას იმისთვის, რომ გაცილებით ხარისხიანი პროდუქტი ვაწარმოოთ, რაც გააჩენს მეტ შემოსავალს. ევროკავშირში არსებული საგადასახადო სისტემა სოფლის მეურნეობის განვითარებას განსაკუთრებულად ეხმარება.